როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მის ფიქრებზე, გრძნობებზე და კლასიკურად მის მოქმედებაზე. რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს და უღრმეს მადლობას გიხდით ყველას თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, როგორც ყოველთვის. მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და მჯერა რომ ყველა ბედნიერი იქნებით, თქვენ შეუწყეთ თქვენს თავს და სურვილებს ხელი. ნახოთ მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. მთავარი ფიქრი მისი რა არის? მთავარი ფიქრი მისი არის, რომ რაღაცა უნდა შეცვალოს სასწრაფოდ, რაღაცა სასწრაფოდ უნდა გითხრას, სასწრაფოდ უნდა განაახლოს, რომ შენ რაღაც კატეგორიული რო ხარ მის მიმართ და მოკლედ შეიძლება არც კი გინდოდეს ახლა მისგან რაღაცის მოსმენა და არ გჯეროდეს მისი, ხო? აი უნდა შეცვალოს შენი დამოკიდებულება მის მიმართ. ამავდროულად აქ არის დაპირისპირება, სიმართლის გარკვევა, რაღაცნაირად გებრძვის ეს ადამიანი თავისი სიმართლით. ნუ ეხლა მედალს ორი მხარე აქვს და ყველას თავისი სიმართლე აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ არის ის მომენტი, რომ შენი იცი და გჯერა, მაგრამ ეს არ ჩერდება, ესე ვთქვათ და არ გაჩერდება და შეეცდება, რომ მოკლედ მოგთაფლოს, მოგხიბლოს და რა თქმა უნდა ამ თავის გამართლების და თავისი სიმართლის უკან დგას შენს მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ ისეთი, რომ შენ არ ახარ ესეთი უხეში, შენ არ ახარ ესეთი რაღაცნაირი ცვალებადი, მე ვიცი სინამდვილეში შენ როგორიც ხარ, მაგრამ გაუხეშდი მის დამოკიდებულებიდან გამომდინარე. რას ფიქრობს კიდევ ნახოთ? როგორი ძვირფასი ხარ მისთვის. მე აქ ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი არის შენზე ემოციურად მიჯაჭვული, იმიტომ რომ ძალიან ღირებული ხარ. ძვირფასი ხარ, მოკლედ, ძალიან ძვირფასი ხარ. რა ვიცი, ისეთი მე ყველანაირ მინიშნებებს ვაქცევ ყურადღებას და მაინც ფრთხილად იყავი, რომ მატერიალისტიც არის ეს ადამიანი და რაღაცა პატარა მისი სარგებელი შეიძლება ქონდეს შენი სტაბილურობიდან რაღაცას თავისებური სარგებელიც ქონდეს. ეს რა თქმა უნდა ყველაზე არ იქნება, მაგრამ თუ რაღაცა იგრძენი, ესე იგი მიაქციე ამ ყველაფერს ყურადღება. ნახოთ რას გრძნობს შენს მიმართ ეჭვიანობს საშინელი ეჭვიანობა, მაგრამ როგორ მალავს ამ ეჭვიანობას? მისი გრძნობა არის ახლა ამ მომენტში უარყოფა, სრული უარყოფა, რომ არა მაქვს მე შენს მიმართ არანაირი ემოცია, შეიძლება არც კი ავლენდეს ახლა ეს ადამიანი ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ შენ რომ ქალი ხარ, დიდი ასოთი, ამას არ უნდა აქ არანაირი გარკვევა. შენ მასზე გაქვს დიდი ზეგავლენა და შენს მიმართ აქვს ფარული ვნება, ფარული ინტერესი და მე მაინც მაინტერესებს გრძნობა თუ აქვს, მაგრამ გრძნობას მაინც მალავს ეს ადამიანი, თუმცა განიხილავს შენთან ურთიერთობას, ეს ინტერესი მაინც იქამდე გრძელდება, რომ იცოდეს ზუსტად თავის გულში გიკავია ის ადგილი, გიჭირავს ის ადგილი, რომ всё, შენ უნდა იყო ჩემს გულში, ჩემს ცხოვრებაში და ეს შედის ჩემს ინტერესებში. და რას გრძნობს ნახოთ? გრძნობა, დღეს არის გოგონებო რაღაცა რო არ მინდა და ენა თავისით ლაპარაკობს. ნახე ხარ რა მინიშნება აქ, რას გრძნობს, ხო? გრძნობას მე მაინც ვკითხულობ აქ, მაგრამ ეს გრძნობა არ არის მაინც ღრმა. რა თქმა უნდა, მოხიბლულია შენით, განიცდის საოცარ ჰარმონიას შინაგანად, მაგრამ ისე რომ მაგალითად მოცული იყოს ეს გრძნობა და უშენოდ ვერს უნდქავდეს, ასეთი ნამდვილად არ არის აქ, იმიტომ რომ ეს არის პიროვნება, რომელიც საკუთარ დროს ყოველთვის აფასებს, თავის პირად სივრცეს აფასებს, სამსახურშიც შეიძლება იყოს გადატვირთული და ცდილობდეს რომ ახლა არ არის გრძნობების და ემოციების ადგილი, ამიტომ მე ვიტყოდი, რომ შენს მიმართ არის კარგად განწყობილი, მოხიბლულია ძალიან და მოკლედ წინააღმდეგი არ იქნებოდა, როცა დრო ექნება ამ ადამიანს. ნახე აქ როგორი სიტუაცია, როცა მას უნდა გამოვლენა, ავლენს შენს მიმართ, მაგრამ ეს არა, რომ აი სისტემატიურად მაგალითად გამოხატავდეს გრძნობას და ამის სურვილი ქონდეს. თუ თქვენ ატყობთ ამ ადამიანს, რომ ხან ცივია და ხან თბილია,
ესე იგი ეს იმასე მეტყოლებს, რომ არც ერთი არ არის სიცივის დროს ტყუილი და არც როცა თბილია და გაუმშღავნებითი ინტერესები აქვს შენს მიმართ. და მოდი ვნახოთ ახლა რას მოიმოქმედებს. მოქმედება ვნახოთ, მოქმედება აუცილებლად ექნება ძალიან თბილი მოქმედება, ექნება манипуляციური თბილი მოქმედება. როგორი იცი, ანუ შეატყობო, რომ რაღაცა სხვანაირად მოქმედებს. აი შეცვალა თითქოს ფორმატი შენთან ურთიერთობის. უფრო ვიტყოდი გრძნობისთვის ადამიანი მალავს შენს მიმართ და დაგანახებს ამ გრძნობას და შეეცდება შენთან დაამყაროს ნორმალური ადამიანური ურთიერთობა, რომ შენ განგაწყოს სტაბილურობისკენ ნელ-ნელა ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, და მოკლედ დროის საკითხია ყველაფერი. არ ეჩქარებ ამ ადამიანს თქვენთან ააშენოს მართლა ნორმალური ურთიერთობა, სტაბილური, ჰარმონიული ურთიერთობა, იმიტომ რომ თავის თავში თავდაჯერებულია. ესე იგი, რომ იცოდეთ ახლა რა ხდება. ყველა ქალს გსურს, რომ 24/7-ს ჩვენზე ფიქრობდეს ადამიანი, რა თქმა უნდა, მეც ქალი ვარ, ყველა როგორც ტარულოქსის ემიყურებს და ძალიან ეგოისტურად ხართ, ბევრი განწყობილი რომ გეგონება მე მასე არ ვფიქრობდე და არ მქონდეს ჩემი ცხოვრება, მაგრამ გეტყვით, რომ მეც ესე ვფიქრობ, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში არის ეს ის ტიპაჟი, რომელიც როგორ არის, იცი, ქალთან ურთიერთობაში და კონკრეტულად შენთან ურთიერთობაში თავისი დროც აქვს, თავისი პირადი სივრცეც აქვს და მთელ მის გარემოცვაში არ ახარ სულ და მის გულში არ ახარ სულ. თავის თავს დაინტერესებს თმობს დროს და მე შენს. ამიტომ ასეთი ადამიანია და თუ თქვენ ხართ ესეთი მისაკუთრე ეგოისტური სურვილების ადამიანი, რომ ჩემზე უნდა ფიქრობდეს, ну, მე გეტყვით, რომ ეს ადამიანი არ არის და სულ მოგეშლებათ ამაზე ნერვები. გრძნობა, რა თქმა უნდა, ახლა გაღრმავებული არ არის, მაგრამ ისი მოქმედება იქნება, რომ რაღაცა მოდი დავიწყოთ და მინდა და არ გეგონოს, რომ არ მინდა და შეატყობთ აი ესეთ მოქმედებებს მისი მხრიდან. თუმცა ეს არ იქნება მაინდა-მაინც ახლა ისეთი, რომ დაგაკმაყოფილოს, იქნება ამის გარდა კიდე ბევრი კითხვებია, მაშინ რა ურთიერთობაა ეს? მაშ როგორია? იმიტომ რომ შენ გინდა სრული ურთიერთობა, შენ გინდა სრულყოფილი ურთიერთობა. იყო ის ერთადერთი და განუმეორებელი და ნუ არ იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ თქვენი ურთიერთობა და არ ქონდეს კონკრეტულად კითხვები, ამიტომ ეს ადამიანი მასე ზუსტად არ მოგცემს ამ ყველაფერს და შენც არ უნდა გახსნა შენი გულის ნადები და შენც შენი ემოციები უნდა შეაოკო და დააოკო და ნუ მთელი თავშეკავებები გმართებს. ამიტომ მისთვის ღირებული ხარ, ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე და მოკლედ მისი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ახლა ძალიან დიდ ნახტომს და ასე ვთქვათ, სურათის გაშლას და ამოცანის ამოხსნას თუ რა არის, მართლა რასთან გვაქვს და ვისთან გვაქვს საქმე, ამას რა თქმა უნდა არ გააკეთებს და ამის მოლოდინები ნუ გექნება და ასეთი არის მოკლედ დღევანდელი რეალობა, დღევანდელი ენერგიები. თქვენ მაინც დიდად ნუ დახარჯავთ ამ ადამიანზე ფიქრში ბევრ დროს, რადგანაც ბურუსით მოცულია მისი დამოკიდებულებაც, მისი სურვილებიც, მისი სურვილები გამოჩნდა, რა თქმა უნდა, უნდი ხარ შენ როგორც ქალი და უნდა შენთან ურთიერთობა, მაგრამ ეს არ არის ის, რომ მაგალითად მთელი ცხოვრება ერთად და დილა საღამო, შუადღე და ასე შემდეგ ვიყოთ ერთად. აი ეს მოთხოვნილება არ აქვს, იმიტომ რომ ამდენად ჯერ არ ახარ შენ მის სხეულშიც და სულშიც და ცხოვრებაშიც, რასაც მე დღეს ვკითხულობ. მე რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში, დამდროებით.